თავიდანვე ვთქვათ ჩვენ რომ საიტზე მე-11 პარაგრაფში როა მარეგულირებელიო სიტყვა მარეგულირებელი არ ეკუთვნის ცოცხალ ადამიანს. ცოცხალი ადამიანი არის ვინ? მომრეგულირებელი ადამიანი. კაცო, მარეგულირებელი არის აი ეს შუქნიშანი. რა შუქნიშანი? ვინ ადამიანი. ამიტომ საიტი აი აქ რო გასწავლით თვითონ რომ ესაო და პარაგრაფი აი ეს მარეგულირებელი არ არის სწორი ქართული და გრამატიკული განმარტება. ეხლა პირველ რიგში ჩვენ ვემორჩილებით მომრეგულირებელს, ამიტომ მომრეგულირებელით იწყება საერთოდ ყველა კანონის განხორციელება გზაზე. ადრე როცა შეიქმნა რა ქვია საავტომობილო ის დაიწყო განვითარება 100 წელზე მეტი 1888 წელია ავტომობილის დაარსების წლად. აი ავტომობილის გამოჩენამ გამოიწვია ვიღაცა ალმიანი კაცის დაყენება. ალამი მერე გადავიდა და ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენთანაც იყო ხოლმე კვერთხი. კვერთხით არეგულირებდა ეს კაცი შუაში რო იდგა, რომ მძღოლებს შეემჩნიათ ეს ჭრელი რაღაცა. არ არის კვერთხი, არის ღამის განათლების საშუალება, რომელთაც მომრეგულირებელი მაგას ვნახავთ ახლა ჩვენ ყველაფერს ბილეთებში. მაგრამ თუ ქვეყანა ინგრევა და არაფერი არ არის, მაგალითად იაპონიაში მათ შორის ინდოეთშიც აი თეთრი ხელთათმანები აწვიათ და ამ თეთრ ხელთათმანიან კაცს ემორჩილება სულ ყველა. გავიგეთ? საინტერესო თემაა, მაგრამ აქ ბილეთებში ზოგიერთ მომენტებში არასწორად არის მითითებული რაღაცა, ისინი მაგას მერე ვნახავთ ჩვენ. ფაქტი ის არის, რომ შენ ახლა სწავლობ, რომ ამას ქვია მომრეგულირებელი, იქ ბილეთებში ყველგან მარეგულირებელი. შეიძლება ამან ცოტა რაღაცა შეგიშალოს ხელი.